დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ეს სიმბოლურად შეირჩა, რადგან 27 ოქტომბერი საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 8 წმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, სპეციალურად შექმნილ სამკერდე ნიშანსა და ფულა ჯილდოს გადასცემს. რას ნიშნავს იყო პედაგოგი? რას ნიშნავს იყო პედაგოგი? ჩემთვის როგორც მასწავლებლისთვის პირველ რიგში პრიორიტეტულია, რომ მოსწავლეში გამოვიწვიო ადამიანური გრძნობები და მე ვასწავლო ჩემი საგანი. ყველა პედაგოგს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და ყველა პედაგოგს მინდა მოვუწოდო, რომ აღზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა, შევიქმნათ ჩვენი გარანტირებული ყოფა და ეს უნდა ჩვენ დავიწყოთ. მართალია ჩვენ შედეგს გვიან ვნახულობთ. ექიმი რომ მკურნალობს, ავადმყოფს, შედეგს მაშინვე იგებს. ჩვენ წლების მერე ვიგებთ, მაგრამ ძალიან ტკბილია ეს შეგრძნება, როდესაც წლების მერე შენი ნაღვაწი, შენი მოსწავლის სახით, ექიმის სახით, იურისტის სახით, ჟურნალისტის სახით გეფინება ნათელი, როდესაც წლების მერე შენ ნაღვაწს ხედავ და შენ შედეგს ხედავ. ყველას ულოცავ, ყველა პედაგოგს ულოცავ მასწავლებლის დღეს. ღირსეული პედაგოგი არ არსებობს, იმიტომ რომ თვითონ პედაგოგობა არის ღირსება. ყველა მასწავლებელს მიულოცავ ეროვნულ დღესასწაულს, უსურვებ კარიერულ წინსვლას და ასევე წინსვლას პირად ცხოვრებაში. მინდა აღნიშნო ის, რომ იყო მასწავლებელი პირველ რიგში ნიშნავს, რომ კონდეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ასევე კონდეს ნებისყოფა, რა თქმა უნდა, ეს ამას არ აქვს მნიშვნელობა, რის პედაგოგი ხარ, აუცილებელი არის, რომ შენს კომპეტენციას აკმაყოფილებდე.